ტილმანი გაფრინდაშვილი, კარგი პასი, ტილმანის სამიანი არაზუსტია. უთი კვლავ მას მისდის. კარგია ზაქრაძე. ცოტანი არიან შეტევაში, მაგრამ კარგი სოლო რეიდი იყო, ვერ ჩააგდო. მისდა სამწუხაროდ ეს ბურთი. საპასუხოდ ფორესტი 2+1. ნახოთ მეორე. არც ეს ჩავარდა. ბურთით რჩებიან. სტუმრები ამარუხაძე, ფორესტი. კარგია ფორესტი და ჩააგდო კიდევაც ეს ბურთი. ის ბოლო წუთზე დაშვებული 2 მიუტევებელი შეცდომა რომ არა რაშის მხრიდან შეიძლება სწორედ მასმძლები ყოფილიყვნენ წინ. თუმცა ტომასის მიუტევებელი შეცდომების შედეგად უკვე ჩამორჩენაში არის მასმძელი გუნდია. კარგია ფორესტი გამოუტანა ბელს პერიმეტრზე, რომლის სამიანი არაზუსტია, თუმცა ტილმანი კარგია მოხსნაზე, დაამატა და გაიხსნა კიდევაც ანგარიში. ისე ჯაფარ რაღაც ნინოა არ გამოჩენილა დიდი ხანია. პირველი მეოთხედი კარგი ქონა, როაკულა ჩააგდო და იმის შემდეგ მეორე მეოთხედი განმოყოლებული არ მისცემია თითქმის სათამაშო დრო. ნინოა როაკულა, ზაქრაძე 5, 3 შედეგიანი გადაცემა, ვახანია 3 ქულა, მესპიტი 2. აბა ზაქრაძე ესროლა არ ჩავარდა და ისევ ზედმეტი არიან შეტევაში. სტუმრები ფორესტი სოლო რეიდი ზუსტია და წუთ შესვენება, რომელსაც იღებს მამუკა ტურაშვილი. ფირცხელიანი. მესპიტი, ნინოა და ფირცხელიანი გუნდელები იყვნენ 22 წლამდე ჩემპიონატში, როდესაც დინამომ ჩემპიონი გახდა. MVP გახდა სწორედ ფირცხელიანი სეზონის. სამედიცინო დაამარცხეს ფინალში. ფორესტი გაუშვა სამიანი ჩასვა. მასაც შეუძლია რომ ორმაგი დუბლი შეასრულოს. ვეირს 12-8-ზე აქვს გოლები და მოხსნები და ეხლა შეიძლება თავის მონაგარის გაზდა. ტომას აბა ფორესტი ზუსტია. განახლებენ შეხვედრას უნივერსიტეტელები, ქსავიერ ბელი, ფორესტი ჩვენება კარგი იყო და 2+1. ნიკა სანაძე არის მარგოთის განაცხადში და თუ ითამაშებს ერთვის სადებიუტო მატჩი იქნება სუპერლიგაში. სამი ძმა მე რევაზაშვილი გამახსენდა უცებ, ვისაც უთამაშია. ნუ მათ ერთადაც უთამაშეთ, ანუ ერთ პერიოდში. ტილმანი 2 ქულა.